წამყვანი თემა არის გამოსაცდელი ვადა, რომელიც საკმაოდ კარგი და ნორმალური სტანდარტით არის საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი და განსაზღვრული, თუმცა თანამედროვე ეპოქაში, თანამედროვე ევროკავშირის სამართლისა და პრაქტიკის გათვალისწინებით საჭიროებს ის მეტ პროგრესს, მეტ განვითარებას, მეტ ადამიანზე მორგებულ მოწესრიგებას, სადაც დასაქმებული იქნება დაცული, რა თქმა უნდა, წონასწორობის და თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, რამე თუ გამოსაცდელი ვადა თანაბრად იცავს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესებს. ეს ის საგამონაკლისო შემთხვევაა, როდესაც ძალაუფლების მქონე პირი, ანუ დამსაქმებელი და მისი დაქვემდებარებული სუსტი მხარე დასაქმებული ერთგვარად თანაბრდებიან თავიანთ ინტერესებში და მას გამოცდის პერიოდი ჰქვია, ამიტომ დამსაქმებელი ერთგვარად უყურებს დასაქმებულს, რამდენად იქნება მომავალში მასთან შრომის ხელშეკრულების დადება შესაძლებელი და ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობების გაგრძელება საჭირო. სად შეიძლება განვითარდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობა ან პრაქტიკა არსებული მოწესრიგების პირობებში? პირველ რიგში გასააზრებელია ის ნიუანსი, რომ ჩანაწერი დამსაქმებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება და იმავდროულად საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომ გამოსაცდელი ვადა არ ავალდებულებს დამსაქმებელს გაფრთხილების ქმედებას, მსგავსად 58-ვე მუხლში ჩამოყალიბებული გაფრთხილებისა და კომპენსაციის მუხლებისა, საჭიროებს ერთგვარ გააზრებას შემდეგი მიმართულებით. ის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ორმხრივი ურთიერთობა, ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, სახელშეკრულება ურთიერთობა და აქ უკვე სოციალური ფაქტიურად შრომის ხელშეკრულება არ ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებელმა კონტრაჰენტის პატივისცემის პრინციპით, ხელშემკვრელი ხარის პრინციპით და მით უმეტეს სუსტი მხარის დასაქმებულის პატივისცემის პრინციპით არ გააფრთხილოს იგი. ეს არ ნიშნავს 52-ვე მუხლთან გათანაბრება, სადაც არის ერთი თვით ადრე გაფრთხილება და დაახლოებით ერთი თვის ხელფასისოდენობით კომპენსაცია, ან არანაკლებ 3 დღით ადრე გაფრთხილება და 2 თვის ხელფასისოდენობით კომპენსაციის გაცემა. ნამდვილად ამასთან აქ არ შეიძლება ანალოგის გავლა, მაგრამ გონივრული ვადით, გამოსაცდელი ვადისთვის შესაფერისი ვადით გაფრთხილება, ეს არის კეთილსინდისიერების პრინციპი, წონასწორობის პრინციპი და რა თქმა უნდა კონტრაჰენტის პატივისცემის პრინციპი და აი ეს გაფრთხილება არ უნდა იქნეს აღრეული იმაში, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გათავისუფლება. აი აქ ჩვენ ნამდვილად უნდა გავაძლიეროთ პრაქტიკა მომავალში და მეორე საკითხი, რაც გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, არის ის ფაქტორი, რომ გამოსაცდელი ვადა უნდა გამოიყენებოდეს მეტადრე ხანგრძლივადიან სტაბილური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. თუ საუბარია ერთწლიანშობით ხელშეკრულებაზე, რატომ არის საჭირო ხანგრძლივი ვადით გამოსაცდელი ვადის გამოყენება? თუ არ არის უვადო ხელშეკრულების საკითხი, რატომ უნდა იყოს ყოველთვის გამოყენებული გამოსაცდელი ვადა? შეიძლება ამაზე კამათიც და მსჯელობაც და ამ მიმართულებით პრაქტიკის გამოსწორება, სხვათა შორის ევროკავშირის შრომის დირექტივა
ახალი დირექტივა 2019 წელს მიღებული პროგნოზირებადი და გამჭვირვალე შრომის პირობების შესახებ ზუსტად ამ საკითხზე აკეთებს აქცენტირებას, რომ გამოსაცდელი ვადა ზოგადად შრომითი ურთიერთობების ხანგრძლივობის პროპორციულად უნდა იქნეს გამოყენებული. მესამე საკითხი გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით არის ის, რომ გამოსაცდელი ვადა როგორც ცალკე სპეციალური შრომის ხელშეკრულების სახე საქართველოს შრომის კოდექსში ერთგვარად გამიჯნულია იმ შრომის ხელშეკრულებისგან, რომელიც უნდა დაიდოს ამ გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ და ცალკე ინსტრუმენტებად არის მოცემული. ეს სრულად არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება მათი გაერთიანება და ერთი შრომითი ხელშეკრულების დადება, სადაც გათვალისწინებული იქნება გამოსაცდელი ვადა და თუ ის გავლილია წარმატებით, ავტომატურად გაგრძელდება შრომითი ურთიერთობები და ხელახლა არ იქნება საჭირო შრომითის ხელშეკრულების დადება. დიახ, ეს ამაღლებული ერთგვარად სტანდარტიც კი იქნებოდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი ისე შერწყმა, რომ დაიწიოს დასაქმებულის დაცვის სტანდარტმა და მოიშალოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მესამე ნაწილის დანაწესი, რომ არ შეიძლება იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს დასაქმებული და იმაზე დაბალი სტანდარტები იქნეს გამოყენებული შრომით ურთიერთობებში, ვიდრე ეს შრომის კოდექსით არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, როდესაც იდება პრაქტიკაში შრომის ხელშეკრულება, რომლის მინიმალური ვადა 12 თვეა საქართველოს შრომის კოდექსიდან გამომდინარე და მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებშია ერთ წელზე ნაკლები ვადით დადებული ხელშეკრულებების კანონიერება დადგენილი, ეს დამსაქმებელს იმთავი თვე უნდა ახსოვდეს და არ შეიძლება ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება დადოს, საიდანაც 6 თვეს ან 3 თვეს ან 4 თვეს გამოსაცდელ ვადად გადააქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ სინთეზი, რომელმაც პირიქით ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტი უნდა მოგცეს და დასაქმებულის დაცვის გარანტიები უნდა გააძლიეროს, აკნინებს დასაქმებულის მდგომარეობას. ანუ გამოდის, რომ გამოსაცდელი ვადა სადღაც 4 ან 5 ან 6 თვე, ხოლო დარჩენილი 6 თვე შრომითი ხელშეკრულება. ასე ნამდვილად არ შეიძლება შრომის კოდექსის ნორმათა განმარტება და ზოგადად ჩვენ ვიცით, ხომ? ბუნდოვანი ტექსტები ან სახელშეკრულებო დებულებები განსაკუთრებით არ შეიძლება სუსტი მხარის საუარესოდ განიმარტოს და ზოგადად ძლიერ მხარეს აქვს ვალდებულება, რომ სამართლიანი სახელშეკრულებო პირობების შესთავაზოს კონტრახელს. არის კიდევ ერთი ნიუანსი გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით. დიახ, გამოსაცდელი ვადა კონკრეტული შრომითი ხელშეკრულება არის და სპეციალური ნორმები არის მისთვის გამოყოფილი შრომის კოდექსში, მაგრამ ის უნდა გვახსოვდეს, რომ შრომითი ხელშეკრულება, აქედან გამომდინარე, მასთან კავშირშია საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი სხვა დებულებებიც. გარდა იმ დებულებებისა, რომელზედაც თვითონ მიუთითებს გამოსაცდელი ვადის ფორმულირების ქვეშ კანონი, ხო, მაგალითად, რო არ გამოიყენება შეწყვეტასთან დაკავშირებული ნორმები. სხვა შემთხვევაში, როდესაც გამოსაცდელი ვადით იდება შრომის ხელშეკრულება, ნიშნავს, რომ მისი არსებითი პირობები რამე თუ ის შრომითი ხელშეკრულება, ჩვენ უნდა გავიაზროთ შრომის კოდექსის იმ ნაწილიდან, რომელიც ჩვენ გვეუბნება რა არსებითი პირობები უნდა იქნეს გათვალისწინებული შრომის ხელშეკრულებაში. აგრეთვე გამოსაცდელი ვადის დროს გასათვალისწინებელია ის ნორმები, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს შრომითი ურთიერთობების შეჩერებასთან და მათ შორის ავადობასთან, ანუ შრომის უუნარობასთან. ეს ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და სხვათა შორის ჩვენ ამ ნაწილში ძალიან კარგი განმარტებები გვაქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც აღნიშნულია, რომ
თუნდაც შვებულებით ისარგებლა დასაქმებულმა გამოსაცდელი ვადის პერიოდში. აქ არ შეიძლება კრიტიკა იმისა, რატო გამოიყენა შვებულება. თქვენ იცით, რომ შვებულება ორმხრივი ნების გამოხატულებაა, ითხოვა დასაქმებულმა დასთანხმდა დამსაქმებელი. ესე იგი, თუ გამოყენებულია შვებულება, რა თქმა უნდა, ის ლეგიტიმურია და აქედან გამომდინარე, თავისთავად არნიშნავს, რატომ არის შვებულებაში დასაქმებული, არნიშნავს უკანონობას და კანონსაწინააღმდეგობას. მაგრამ რადგან ის შეჩერების სივრცეში გადავიდა, ნიშნავს, რომ აქტიურ შრომით ურთიერთობებს არ ახორციელებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაკლდეს გამოსაცდელი ვადის პერიოდს, ის პერიოდი, როდესაც დასაქმებული ან ავადობს და ამიტომ არის შეჩერების მდგომარეობაში, ან შვებულებაშია და ამიტომ არის შეჩერების მდგომარეობაში, ან კიდევ სხვა ნიუანსებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაცდელი ვადის ფაქტორის გამოყენება ერთი საწარმოს, ერთი ორგანიზაციის ქვეშ რამოდენიმეჯერ არ იქნეს გამოყენებული. როცა პირი შეცნობილი არის მის უნარებში, ვალდებულების შესრულების ხარისხში, კვალიფიკაციაში, ვთქვათ, მუშაობდა საწარმოში ერთ თანამდებობაზე, შემდგომ მეორე თანამდებობაზე, მესამე თანამდებობაზე, კარიერული წინსვლით მოძრაობს და ასე შემდეგ. არ შეიძლება შემდგომ სხვა თანამდებობაზე იმავე ორგანიზაციის ან იმავე საწარმოს შიგნით გადაადგილებისას მუდმივად დაექვემდებაროს გამოსაცდელ ვადას. ეს ზოგადად უკვე ნდობის პრინციპიც არის, გარდა იმისა, რომ ეს კეთილსინდისიერების პრინციპიც არის და საერთოდ დასაშვებია ერთი ორგანიზაციის შიგნით ისეთი სამსახურებრივი და თანამდებობრივი გადაადგილება, რომელიც ყოველთვის გამოცდებთან და ტესტებთან და ასე ვთქვათ ზედმეტ გადაჭარბებულ კონტროლთან და მონიტორინგთან არ იქნება დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების ნაწილში. გავაგრძელებთ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერი.